მოგესალმებით დიანა, მადლობა მოწვევისთვის. დიახ, სწორად აღნიშნეთ, თქვენ დღეს განხორციელდა ბრალის დაზუსტება, როგორც პროკურატურამ განმარტა, გავეცანით დადგენილებას მურთასთან ერთად. რა ნაწილში მოხდა მისი დაზუსტება, შემოიყვანეს ახალი ფიგურანტები აღნიშნულ ბრალში, კვალიფიკაციის უცვლელად და მითითება არის იმასთან დაკავშირებით, თითქოს აღნიშნული პირები სხვადასხვა დროს სხვადასხვა შინაარსის Facebook პოსტების მეშვეობით ახორციელებდნენ გარკვეულ აქტივობებს. ამ განცხადებების შინაარსში მე არ შევალ, იმიტომ რომ არ ვიცი მართალი გითხრათ რა შინაარსის განცხადებები. ეს არის ირაკლი შაიშმელაშვილი, ეს თქვა ყოფილი თქვა მაღალ ჩინოსანი შინაგან საქმეთა სამინისტროში და მეორე ეს არის ნანა სანდერი აქტიური პერსონა, რომელიც სხვათა შორის ორგანიზატორებზე ძალიან განაწყენებული იყო აქციის ღამეს. თავად ესეთი კომენტარი მისცა მან ჩვენ ტელეარხს. ახლა ის ორგანიზატორთა სიაში მოიაზრება, ანუ ორგანიზატორებად მოიაზრებიან ეს ადამიანები თუ აი შეგიძლია თუ არა უფრო მეტი მე მართალი გითხრათ, პროკურატურა რას მოიაზრებს, ამაზე ვერ გეტყვით, ვერ გიპასუხებთ. მე შემიძლია გითხრათ, რა წერია დადგენილებაში, სწორედ ასე მითითებული, თითქოს ისინი ახორციელებდნენ ორგანიზებას, რაც მართალი გითხრათ, რა მიზნით არის განხორციელებული, ჩვენთვის არის უცნობი და არ ვცდილობ რომ მოვძებნო რაიმე ლოგიკა ამაში. მე შემიძლია გითხრათ მხოლოდ და დარწმუნებით უბრალოდ აღნიშნო მხოლოდ ის, რომ მურთაზოდელავა ამ ადამიანებს ნამდვილად არ იცნობს, არავითარი კავშირი ამ ადამიანებთან არ აქვს, არა იმიტომ, რომ დაუშვათ რაღაცა გამიჯნოს ვაკეთებთ ან რაღაცა ფორმით ვინმეს რამის ეშინია, არა, უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვახურვებენ ახლა, რაც არის რეალობა, იგივე შემიძლია დანარჩენ პირებთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, პაატა ბურჯულაძის პოზიციაც არის იგივე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. თქვენ მხოლოდ მურთაზოდელავას ადვოკატი ხართ ამ მე წარმოვადგენ მხოლოდ მურთაზოდელავას ინტერესს და შემიძლია დარწმუნებით გითხრათ სწორედ მურთასთან დაკავშირებით, რაც იქვე განუმარტა კიდეც ბრალის გაცნობის დროს და არ დაეთანხმა იმ დაზუსტებულ ბრალს, რომელიც დღეს წარმოუდგინეს. არავით არის სხვა რაიმე სახის ამტკიცებულება ან რაიმე რაღაცა ჩვენ დღეს არ გადმოგცემია და დარწმუნებული ვარ, რომ ვერც იქნება, იმიტომ რომ ასეთი სახის მტკიცებულება ბუნებაში დიდი ალბათობით კი არა და არ არსებობს. არავითარი მტკიცებულება კავშირთან დაკავშირებით. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მთლიანად ამ ბრალის აბსურდულობას, იმიტომ რომ ორგანიზებასთან დაკავშირებით, რომ რაც განაცხადეს დაკავებულებმა სასამართლო პროცესზეც, იგივე პოზიცია არის და ჩვენი პოზიციაც, რა თქმა უნდა, სამართლებრივიც არის სწორედ ის, რომ არავითარი ორგანიზება იქ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობდა და ბუნებრივია ეს ადამიანებიც, რომლებიც ახლა აბსოლუტურად ჩემთვის გაუგებარი თქვენ ამბობთ, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ამ შემთხვევაში თქვენი მეუღლე, აი 4 ოქტომბრის ორგანიზატორად არ უნდა იყოს სამართალწარმოებაში ასეთი ფორმულა. ერთი არის ის, რომ ორგანიზება შეიძლება და არსებობს ხალხის შეკრებისა და მეორე არის დაუშვათ რას ამბობს პროკურატურა, ხო, რომ იქ რაღაცა ძალადობრივი მიზნით და ასე შემდეგ რაღაცის დამხობა ძალადობრივად უნდა ვიღაცას, ხო? ანუ ერთმანეთთან თანხმობაში ეს ამბავი არ არის, ანუ შეკრების ორგანიზება. მისი მოწოდება როგორ არის ეს აღქმული, ანუ ამაზე თუ ამისთვის მოემზადებით სასამართლოსთვის თქვენ პოზიციებს აქ ჩამოაყალიბებთ? მოწოდებას და პოზიციას რაც შეეხება, დიახ, ბრალდებულები თავად სასამართლოზე მიმისცემენ და გააკეთებენ კომენტარს ამასთან დაკავშირებით. მე კვლავ შემიძლია გითხრათ ერთი, რომ იმ ლოგიკით, რა ლოგიკაცაც ავითარებს დღეს პროკურატურა, ნებისმიერი პირი, რომელიც გულშემატკივრობდა ან არ გულშემატკივრობდა აღნიშნულ პროცესს, ნებისმიერი პირი, რომელიც Facebook-ზე რაღაცას წერს, ნებისმიერი პირი ხომ არ მოუწოდებდა საზოგადოებას, რომ არიქა შევიკრიბოთ. დღევანდელ ბრალთან დაკავშირებით ვამბობ იმას, რომ ნებისმიერი პირი იგივე წარმატებით შეიძლება იყოს ჩართული ამ პროცესში, თქვა პროკურატურის ლოგიკას თუ მივყვებით, იმიტომ რომ პირები, რომლებსაც ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს და არ ქონიათ,
დააბრალო ამ ადამიანებს რაღაცის ორგანიზება დაუშვათ ერთობლივად და წინასწარი განზრახვის და შეთანხმებით ბატონ მურთას, ბატონ ბურჭულაძეს, ბატონ სხვა ბატონებს ხომ ქონიათ, თქვენ ამბობთ რომ შაიშმელაშვილთან და სანდერსთან არ ქონდათ მათ კონტაქტი, არ იცნობდა და ამიტომ. არა, არ იცნობენ ერთმანეთს ნამდვილად. დანარჩენ პირებთან დაკავშირებით რაც იყო გაჟღერებულიც, შემიძლია იგივე გითხრათ, რომ ეს ადამიანები დიახ ამ პროცესს გულშემატკივრობდნენ, ეს ადამიანები დიახ ერთმანეთს კი არა და ზოგადად საზოგადოებას მიმართავდნენ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმებით და მოხდა საბოლოო ჯამში შეკრების ორგანიზება და ერთ აზრზე მდგომი ადამიანები, გულანთებული ადამიანები მოვიდნენ იქ გულწრფელი პროტესტის გამოსახადად. ეს არის რეალობა და ეს არის დაცვის ქვეშ მყოფის ფრაზა რომ ავიღოთ, მივიდეთ ჩავიბაროთ გასაღებ და ასე შემდეგ. ამაზე თქვენ შესაბამისი, ეს ვთქვათ, რამდენად შეიძლება ეს არ იქნას მიჩნეული, ვთქვათ, როგორც თქვენ ამბობთ, რაღაც ძალადობრივ და ასე შემდეგ ქმედებად. ეს უკვე სასამართლოსთვის ამზადებთ, იმიტომ რომ 4 ოქტომბერზე ბევრი კითხვის ნიშანია, ელოდებიან ამ ადამიანებისგან რაღაც მეტ ინფორმაციას, ელოდება საზოგადოება, ისინი აპირებენ უფრო მეტის თქმას პროცესზე, თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ, იმიტომ რომ პაატა ბურჭულაძემ დაანონსა პატარა წერილით ასეთი რამ. მოდით რას აპირებენ ეს ადამიანები, ბრალდებულები, დავუტოვოთ მათ. ნამდვილად პაატა ბურჭულაძემ გამოაქვეყნა წერილი, რაც ყველამ ნახეთ, თქვენთან ერთად ნახე მეც. მურთასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ის ბუნებრივია, ყველა კითხვას გასცემს პასუხს იმ ფორმით, რა ფორმითაც ალბათ, სასამართლოზე სავარაუდოთ, იმიტომ რომ როგორც იცით თქვენ, დღეს მდგომარეობით სხვა შესაძლებლობა ამ ადამიანებს უბრალოდ არ გააჩნიათ, ხომ ასეა? იმიტომ რომ მათ კომუნიკაცია აკრძალული აქვს სასამართლოში, ნამდვილად გააკეთებს ის კომენტარსაც და განმარტებასაც და იმედს ვიტოვებ, რომ იმ ფორმებთან დაკავშირებით რა ფორმითაც იქნება ეს განხორციელებული, მეტნაკლებად პასუხი გაეცემა გარკვეულ კითხვებს. დაველოდოთ. კი ბატონო, მადლობა, მე ვიცი რომ თქვენ სწორედ დღევანდელ დაზუსტებასთან დაკავშირებით გსურდათ მხოლოდ საუბარი. დაველოდოთ ყველანი სასამართლო პროცესს. ძალიან დიდი მადლობა მაია მუმლაძეს, ადვოკატს, მურთაზ ზოდელავას მეუღლე გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში.